Здравствуйте, мои дорогие друзья, славяне, азербайджанцы, севернокавказцы, турки. გამარჯობათ, ჩემო საყვარელო ქართველებო. ქალაქ ლანჩხუთის კომუნისტური პარტიის უჯრედის თავმჯდომარემ და ლანჩხუთის კომუნისტებმა მომცეს უფლება მოსილება, რომ ჩაუდგეს სათავეში коммунистურ партиას. Мои дорогие, города Ланчхути коммунисты, которые есть в Ланчхути, дали мне полномочия, чтобы руководить грузинской коммунистической партией. Сейчас я хочу, вот у меня есть все документы, чтобы они расписали все и потом оформим все. Мои дорогие, сейчас я хочу список прочитать. Значит, каждый этот, который мы думаем, что 62 человек вступит в парламент, каждый должен быть идея иметь, идея. Без идеи не может быть ни человек, ни партия, ничего не может быть. Поэтому я сейчас назову, как я слушаю сколько и как я думаю, что они коммунисты, социалисты, консерваторы, я всех назову кто как. Да. Кому не понравится, после этого я вам дам номер телефона, позвоните меня. И если вы не хотите тот, который я назову, потому что я так считаю, что так вы говорите, все время выступаете, я думаю, что вы такие, допустим, социалисты или коммунисты, допустим, так, или консерваторы, да, которым не нравится такой этот расклад, да, сообщите мне, да, я найду самые настоящие коммунисты, которые есть в Ланчхуте, самые настоящие, которые не бросили ничего, и вместо вас они пойдут, которые не захотят сейчас. Вместо этого они пойдут, они старые, но люди боевые. Поэтому я хочу молодежь. Сейчас я начинаю назвать. Вицеп ახლა მე ისე იგი სის იმას ჩამოთვლას. თემური პატარაია კომუნისტი. თემური ფიფია კომუნისტი. მიხეილი ჟღენტი კომუნისტი. ვალერი კვარაცხელია კომუნისტი. ტრისტან წითელაშვილი კონსერვატორი. გიორგი ქარდავა კონსერვატორი. თინა გოცაძე სოციალისტი. თინა თოფურია ეროვნულთან გამოდიოდა ეროვნულებთან და იქ ლაპარაკობდა. არა და ეს ჭირდება ეს ორი ქალბატონი ჭირდება ლუგარის იმის ასაღებად. ნატა არღულიანი კომუნისტი კომუნისტი. თუ არ მოგეწონება ბაბუა დამირეკე შემოგევლო შემითავი და არ ვიცი ბაში ან გადავასწორებ თქვენს იმას, მაგრამ მე მგონია თქვენ კომუნისტების იდეა გაქვთ. შემდეგ თემური მაკარიძე, კონსერვატორი, ელიზბარაშვილის ვერ გავარკვიე კარგად, ესე იგი უპარტიოდ ჩავწერო თუ არ ხო და ბატონო ელიზბარ გამოჩნდი რა ჯერ არის დრო კიდე გავარკვევთ 2-3 ადამიანი გასარკვევი მყავს. ელიზბარაშვილი უპარტიოში ჩაგწერო თუ არ ვიცი ხო? ნანა ალთინოკი კომუნისტი, გულბათ რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტი, ესე იგი გამოდის ევრაზიის ინსტიტუტი გამოდის სოციალისტი ან კომუნისტი. მე ვწერ კომუნისტს. შემდეგ კახა კუკავა ეროვნული დავით თორდია ეროვნული, დიტო ჩუბინიძე ეროვნული, მერაბ ჭიქაშვილი სოციალისტი, მაგრამ შეიძლება ჩავწეროთ კომუნისტურ პარტიაშიც. მაგრამ მე ასე ვიფიქრებ, თქვენ თუ გიდათ დამირეკეთ ხო და კომუნისტებში შეაშაგვე. ზური მახარაძე, კონსერვატორი, ირაკლი მარტინენკო, კონსერვატორი, თემური სამნიძე არის ნამდვილი კომუნისტი, ბათუმელი კაცი. იმას არც მანდატი გადაუგდია, არც აქვს ყველაფერი.
21 გრიგოლ ონიანი სტალინისტი უნდა იყოს კომუნისტი სხვაფერ არ გამოვა კომუნისტი გრიგოლ ონიანი ილია ლობჟანიძე სოციალისტი მაგრამ ესეც კომუნისტი თუ არ გინდა ბაბუა დამირეკე და სოციალისტების სიაში ჩაგწერ მარტო თუ გესირცხება თქვენ კომუნისტობა და იგი იდეა არის კომუნისტური თქვენი ჯერ სოციალიზმი იყო და მერე კომუნიზმი გადაიზარდა ჩინეთში გალინა კირხანაჩიევა არის ისე იგი კონსერვატორია აქვს დამთავრებული პიანისტია გალბატონია პიანისტი და კომუნისტი ვიქტორია ივანოვა კომუნისტი ქეთინო თხილაიშვილი კომუნისტი გრიგოლ ირემაძე გიორგი ირემაძე მე სოციალისტი მიწერია ახანე ბაბუა და თუ გინდა კომუნისტებში ჩაგწერ თუ დამირეკეთ არ არის პრობლემა მე ორი ტელეფონის ნომერს მოგცემთ ახლა ბოლოს თუ მოვასწრებ თუ რა იცი ჩემი ვიდეოები ნახე და იქ არის ტელეფონის ნომერი ისე გიორგი ირემაძე სოციალისტი წერ კაი გიორგი არღლიანი სოციალისტი თამარ კიკნაძე სოციალისტი ვაჟა პატარაია კომუნისტი პაატა აბულაძე ქართული ოცნება ქეთი დოლიძე კომუნისტი რამაზ გაგნიძე კონსერვატორი გიორგი კერესელიძე კონსერვატორი დავით ჩუბინიძე კონსერვატორი შოთა მარტინენკო კონსერვატორი კონსტანტინე მორგოშია კონსერვატორი ნონა ჭადუა კომუნისტი ემზარ კვიციანი სოციალისტი მიწერია ხანე და ბატონო ემზარ რასაც თქვენ იტყვით ისე იმას ვიზამ ირმა ცენტერაძე კომუნისტი ნიკოლოზ ბჟავნაძე კომუნისტი ნაზიმ სირალიევი აზერბაიჯანელია სოციალისტი ავიკ მელქონიანი სოციალისტი თემური ხალვაში კომუნისტი ცოდნე მარღია სოციალისტი აღლა მოისმინე გუშინიგი და სოციალი ვერ ხაჩავს კომუნისტობას ვერ ხაჩავს ჯერ კახა ზაგანია კომუნისტი ფიქრობ კომუნისტი თუ არ მოგწონს ბიზია თქვით შემდეგ მამუკა კარტოზია სოციალისტი მაია ნიკოლეიშვილი ქართული ოცნება ყობა კუპრაძე კომუნისტი გია კორკოტაშვილი კონსერვატორი ირაკლი ზაქარეიშვილი არ ვიცი როგორც იგი ელიზბარაშვილი უპარტიო მიწერია აქ მაგრამ თქვენ რასაც იტყვით იმას ჩაგწერთ ზაზა გვიმრაძე კონსერვატორი დავით გირგვლიანი ეროვნული მისი იმიდან რა ქვია ვიდეო რომ დადვა დავით გვირგვლიანმა იქიდან ჩანს რომ ეროვნული უფრო გავს ალა ალოიანი სოციალისტი მაია მაისურაძე სოციალისტი ზური ნაჭყებიაც არ ვიცი მე უპარტიო მიწერია ახანე მაგრამ რასაც იტყვით თქვენ ისე ჩაგწერთ გუგა კობრავა კომუნისტი ირაკლი ფირცხალია ოცნება ქართული ვატო შაქარაშვილი ქართული ოცნება კოტე ფხოიძე კონსერვატორი რევაზ სახვაძე კონსერვატორი რამაზ ღვალაძე კონსერვატორი ლიკა გამრეკელი კომუნისტი ამით დამთავრდა 62 კაცი ეხლა წავიკითხავ სხვა რამეს ისტორიის იმას ხო ტელეფონის ნომერი ახლა ტელეფონის ნომერი უყურეთ 5 ისე 592 პატარა ტელეფონი და დიდი ტელეფონის ნომერი სხვა 592 10 33 ისე იგი 592 10-33-05 მერე დიდ ტელეფონის ნომერსაც გამოვაცხადებ ეხლა კიდო ამბობ 592-10-33-05 ვისაც არ მოგწონთ ჩემი დასმული დიაგნოზი თქვენს იმაზე რასაც თქვენ ლაპარაკობთ რასაც შემატყობინეთ ამ ნომერზე თუ მოგწონთ ასე გატარდება სია ესე დაიბეჭდება ეს სია და ასე გატარდება ამიტომ ახლა ჯერი ამ კვირაში ეს უნდა მოთავდეს ისე იგი ეხლა შემოკარგებო ხო ეხლა რა იყო
Дорогие мои россияне, что Бедзина Иванишвили, что обещал грузинскому народу? Что обещал? Значит, освободит политические поля освободит для третьей силы. Третья сила, значит. Это есть оппозиция. Оппозиция, которая без этого силовые методы, они, как сказать, конструктивная оппозиция. Конструктивная оппозиция. Вот что я назвал здесь. 62 человека, это конструктивная оппозиция. Еще Бедзина Иванишвили обещал, все есть видеоблог, да там видно все, что дайте мне сейчас голос 26-го, это когда выборы были, дайте мне голос, и я, значит, буду судить национальные движения и его сателлиты. Он так обещал. Посмотрите видео, если меня не верите, есть видео, Имедис Архи, Бедзина Иванишвили так обещал грузинскому народу. Сколько раз обещал Батоно Бедзина, сколько раз вы обещали грузинскому народу. Вот сейчас последний шанс есть у вас, чтобы остаться еще в политике. Последний шанс. 4 года, чтобы остаться, последний шанс есть у нас. Вместе мы 62 человека зайдем в парламент, и будет вот такой отличный парламент. Там будет и будет грузинская оценка, мечта, будет консерваторы, будет коммунисты, будет социалисты, будет и эти, как сказать, еронули, как сказать. Еронули, это считается как это нация, но не такие, как эти были, эти есть там, это политический мусор, который есть там. Нет, есть настоящие эти еронули, которые есть. Вот такое обещание дал нам Бедзина. Мы это 62 человека даем вам до 9 апреля, это 9 апреля, сакралури იგი არის საქმე დღე რაღაცა ხო და 9 აპრილამდე надо сразу установить это, как сказать, дипломатически установить дипломатически надо это посол назначат здесь российский посол и в России это грузинский посол должен восстановить и 3+3, который есть, вот это, да, и еще БРИКС, что Россия где пойдет, мы тоже за ними идем туда. Иначе мы не можем это. И если так не получится, да, будет Грузия катастрофа. Хорошо подумайте, грузинская мечта. Хорошо подумайте. Моვითხოვთ, сейчас я по-грузински, моვითხოვთ პოლიტიკური ველის გაწმენდას მესამე ძალისათვის, ანუ სოციალისტური პარტიის ბლოკისათვის, სოციალისტური პარტიის ბლოკი. ისე იგი იმითაკე კონსერვატორი აზროვნების, ასეთი სახელია ესე, სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული აზროვნების. ამაში კომუნისტებიც შედიან, სოციალისტებიც შედიან, კონსერვატორებიც შედიან და ყველა შედიან. ხო და Ბედზინა შეადარეთ ერთი თქვენი ქართული ოცნება და ამ ხალხის ის შეადარი, ამ ხალხის რა ვიცი, გინდა გამოსვლა შეადარი და გინდა რაც გინდა ის შეადარი და ვინ უყვარს ხალხს. ვინ უყვარს ხალხს. Ბედზინა, ბატონო Ბედზინა, გააქვთ შანსი კიდო 4 წელიწადს მართოთ ერთად მართოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. ხო. ეხლა მინდა თქვა, ჩემო კარგო ეს 62 კაცი რომ დავასახელე, ჩვენ ვართ სოციალისტები, ჩვენ
ჩვენ გვიდა ძმობა, მეგობრობა, ამხანაგობა. ჩვენ არ ვართ არც ქართული ოცნება, არც ნაცები, დავეტაკო და ყველა მე ასე ვფიქრობ, თუ არ დაგვაფინანსა იმან რა ქვია ბიზინამ ივანიშვილმა თუ არ დაგვაფინანსა, მაშინ ვინც პარლამენტში შევა 62 კაცი მიიღებს 6000 ლარს. ეს 100-ია, ვისაც არ გიდათ წაბრძანდით. ხო, 6000 ლარს მიიღებს. დანარჩენი 6000 ლარი უნდა განაწილდეს ჩვენ პარტიაში. როგორი ხალხია, იცი, როგორი ხალხი რჩება იქინე, იცი, როგორი ხალხი. მართლა კარგი კომუნისტური აზროვნების და მართლა კარგი ხალხი რჩება. ამიტომ ვისაც არ გინდათ ეს 100 არა, მაშინ დამირეკეთ ტელეფონზე და ამოგიღებთ ციდან. და კარგად ვირანდებოდეთ, უკეთესი ადგილი მონახეთ. ნაცებთან წაბრძანდით ეგრე და ოცნება მიგიღებს კიდე. ხო, ეს ასე 6000 ლარი ისე ვინც პარლამენტში შედის, დანარჩენები რაც დარჩება თანხა 110 კაცი გამოვიდა. 110 კაცი გამოვიდა, ახლა ვერ დავტოვებ, კარგი ხალხია ისე, ხო, ვერ დავტოვებ, ხო და კომუნისტებია ბევრი შე. ამიტომ ისე იგი დანარჩენი ის თანხა 62 6000 გამოდის 3000 რაღაც დაანგარიშებული მაქვს მე გეტყვით მე ახლა მცალიაგე დანარჩენი თანხა იმ 62 6000 ი განაწილეს უნდა ამ ხალხზე თუ არ დაგვაფინანსა სხვამ ხო მე თუ მაქვს რამე ამდეხანია ტელეფონზე ვჩალ თუ მაქვს რამე გვითხარით და გადმოგვეცი რომ დაურიგო უნდა ხალხს უნდა დაურიგო ეს ამ ჩემ სოციალისტურ პარტიას დაურიგო მე პირადად ჩემოკარგებო мои дорогие россияне я вступаю если вступлю в парламент да я буду ходить транспорте общественный транспорте буду ходить не буду ходить такие дорогие машины которые пенсионеры голодные люди есть мусорный хедах ящиках люди это собирают что-то как я буду это получать столько деньги я буду общественный транспорте ходить и для себя оставлять только 1000 лари есть 12 тысяч вот оценка получает каждый 12 тысяч уже 5 месяц и нам тоже которые вот эти люди да 5 месяц тоже положено по 12 тысяч мы разделим как надо разделить как я сказал так разделим 6 тысяч лари останется который в парламенте вступает остальные да поделиться среди нашей партии 100 совсем 172 человека есть совсем вот так вот сейчас что я еще хочу сказать წინააღმდეგ შემთხვევაში если вы не выполните до 9 апреля должен пойти или премьер-министр или президент кто-то должен пойти в Москву и подписать договор с Россией. Если не выполните это требование до 9 апреля, после 9 апреля мы начинаем акции. ყველა გაიგებს რომ ხელს გვიშლიან დარეგისტრირებაში და ახლა მე ისე იგი მე რომ თბილისში ჩამოვიდე ჩამოვალ მე კერ მეშინია ვინმესი ჩამოვალ და მივალ ცესლოში მაგრამ ეს თქვენ გააკეთეთ ჯობია ქართულო ოცნება თქვენ გააკეთეთ იქ გადაეცით სია რომ ეს 62 კაცი რომ ჩამოგითვალ ესე სოციალისტური პარტია კონსერვატიული აზროვნების მაგრამ ახლა ჩინური რომ მივაწერო დიდი სახელი გამოდის ნამეტარი ამიტომ ისე ჩინური მოდელი გვინდა ისე იგი სადაც რომ თვითეულ ადამიანს ექნება საშუალება 2 მილიონ დოლარამდე გაზარდოს მისი ქონების პატალოგი დანარჩენი ჩემოკარგებო გინდა ბიზნეს გარდა ბიზნეს ეძლევა საშუალება რაღაც რომ ბიზნეს საქართველოში არ უშოვია თავისი ქონება არ უშოვია
საიდან გამოიტანა იქიდან, საიდან იმ ჯოჯოხეთიდან გამოიტანა. ხო გაჩვენეთ ფილმი კროტ. Посмотрите, вот откуда взял Безина эти деньги. Безина эти богатства не будем трогать. Никто не будет трогать. Потому что это он здесь не собрал это богатство. Поэтому остальные люди, да, 2 миллиона только потолок. Потолок 2 миллиона долларов, да. У кого больше будет, этот отнимем, мы обязательно придем. Умрем, но придем все. Вот так вот. Остальные, которые миллиардеры, назову сейчас, кто миллиардеры. Чигогидзе, Чхартишвили, Чхартишвили, Идебина, Окриашвили, Кезерашвили, Чочели, არიან კიდე თავადაც იციან გამოჩნდება მაგრამ შევარდნაძის შვილები რომა და შევარდნაძის მემკვიდრეები მულტიმილიარდერები არიან მულტიმილიარდერები ხო აგენს და ყველას ჩამოგერთმევათ გეუბნებით სამი как сказать эти заводы которые стратегические которые заводы да который выпускает арматура вот металлургический завод как сказать, удобрения, который выпускает завод, цемент, который выпускает завод, вот эта театура, который есть, этот марганец, этот самый добивает, надо все, и этот железная дорога должен, как государство должен, как взять на себя этот, и еще вот эти, которые, вот эти, как аэропорт, как сказать, вот эти самолеты, которые мне кажется, там один еврейский этот есть, из Израиля есть, вот это, у него, надо отобрать его и, как Грузия должен, это иметь вот это, все вот эти стратегические объекты обязательно должен иметь. Вот так. Если так вы не согласитесь, грузинская мечта, будет Грузия катаклизма. Я вам обещаю это. Давайте договоримся, как я сказал, вот так должен. Все, идем 62 человек, за нами вся Грузия идет, вся Грузия. Нет, там не будет различия, там эти ეროვნულები და ყველა მოვდივართ იცოდე ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს რათა საქართველოში დამყარდეს სოციალიზმი ჯერ სოციალიზმი შემდეგ კომუნიზმი მე გადმომცა ლანჩხუთის კომუნისტებმა გადმომცა უფლება მოსილება აგერ მაგდა იმას დავვეჭდავ იმას და დაგანახვებთ კიდე ეხლა ჩემოკარგებო ჩემი სამხედრო ბილეთი ნახეთ ჩემი სამხედრო ბილეთი აგერ ნახეთ рядовой сейчас прочту рядовой патарая сперва по-русски пишется фамилия потом имя и потом патарая Теймураз Григорьевич патарая то же самое что Маленков значит вот был рядовой 3 года служил правда там тоже строил там вот Подмосковье, да, есть Клин такой, Клин, город. Там я построил этот как база для этого, нефтобаза, как построил. Потом там, где эти умывальники эти были, как, где солдаты милиции, это построил, сделал все. Там большинство я 1,5 года так служил. А остальное я строил там, бригада имел. Вот такой вот дело. Вот один фотография, вот один фотография, вот это я, вот это был, как сказать, когда призывали нас в армию, Чорголашвили, фамилия его, да, он был, как сказать, полный, чем я, намного. А сейчас посмотрите, как в армии был, я стал полнее его, а он поваром работал, да, посмотрите на него, да посмотрите на меня. Вот еще,
мои друзья, вот сколько здесь, кто не был, Белорус был, Журович фамилия, Журович был, Москвич был, Алёхин, потом много были, вот армян, Арутунян, Айрапетян, армяне, потом Юдин был из Перми, много людей были, много, вот так вот дружно жили мы. Я хочу так, чтоб дружно жили все люди. Ахла уре чебок аргебо. Мои дорогие, видите, когда Лукашенко принял это грузинского посла, да? Не было там грузинское, это сатанистическое знамя. Не было там. Если бы они взяли такое знамя, Лукашенко на голове им бы порвали эту знамя. Поэтому сейчас Оцнеба боится еще, не может, как сказать, кохабитация имеет вместе с национальным движением. Если пойдет сейчас президент или премьер-министр России, должен это другое знамя должен поставить. Они не хотят освободиться от сатанических знамя и гимна. Не хотят. Мы вам заставим это делать. Поэтому они не идут сейчас. Стыдно им. А у нас нету никакой стыда. Я что говорю, весь мир должен знать это. Что мы будем делать, коммунисты? Что мы будем делать, коммунисты? დამთავრდება პარაზიტი ადამიანების პარპაში დავამთავრებთ ამას რო შემოვალ ჩვენ პარლამენტში არა ერთ თვეში დავამთავრებთ ამ პოლიტიკური ნაგავი რომა პოლიტიკურნა რო გადაწვეს თბილისის ქუჩები რო გადაწვეს დაანგრიეს მაღაზიები გაიქნეს აგენ ეხა მასე დაიჭირავს ახლა ეგი და გამოუშვებს მე დაიჭირა კადათაგობიას თამაშობენ ეს ასე არ გამოვა კარგად ბრძანდებოდეთ ხალხო 9 აპრილამდე თუ არ გაგეთა მივდივართ ისოდე შევდივართ პარლამენტში მანამდე იმას ვიზამ თუ აგენმა არ გაგვატარეს რეგისტრაციაში მე ჩავალ ერთი კვირის მერე და ტრისტანის იგივე ვიცი ტრისტან წითელაშვილის ტელეფონის დომენ ორთავე მივართ ის კონსერვატორია მე კომუნისტი ვარ და ორთავე მივარ და გავტარდებით რეგისტრაციაში Дай Бог вам всем славянам Закавказских республик, которые есть, Турция, Иран, и все вообще вот это 3+3, которые есть, да, всем дай Бог счастья, благополучия, всего хорошего. Желаю вам отличной жизни. Как Грузия происходит, вот так должен, Казахстан, да, вот так везде. Вот так вот я должен. Это вот так. Если вы так сделаете, будете сами настоящие достойные эти люди, достойные люди. Каргат бзанდებოდეთ ყველა. გელოდებით აბა, ისე ვისაც არ მოგწონთ ჩემი დასმული დიაგნოზი, რომ თქვენ სოციალისტი ხართ დაუშვით, თქვენ ეროვნული ხართ დაუშვით, თქვენ დამირეკეთ ტელეფონზე. ეხლა მეორე ტელეფონის ნომერი. გადამავისდა, მაგრამ მე იმას ვიზამ გამოვაცხადებ კიდო მე. ხო. ამ სიბერეში ცოდნია, ისე იგი გულმავიწყობა ცოდნია, ნამეტარი, მაგრამ არა უშავს. კარგი რაც არის, კარგი არ მავიწყდება და ცუდი შეიძლება დამავიწყდეს. კარგად ბრძანდებოდეს. Желаю всего хорошего, вот. Всего хорошего желаю вам всем.